საქართველოში სასამართლოს მიმართ ხალხის ნდობა გაიზარდა. სასამართლოს მომსახურებით კმაყოფილია მომხმარებლების 71%. 77% მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესში ჩართული პირები კომპეტენტურნი არიან. სასამართლო პროცედურების ოპერატიულობით კმაყოფილია 79%-ზე მეტი. 62%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ სასამართლო სამართლიანია. 60%-ისთვის სასამართლო მიუკერძოებელია. მომხმარებლის 73% კი აღიარებს, რომ სასამართლო სანდოა. 63% ენდობა სასამართლოს? მას მედაკოლებებს შორის მტყვანის არა საინტერესო არის ხა აი ვინ არის ეს 63% რომელიც ჩვენს დამოუკიდებელ სასამართლოს ნდობას უცხადებს ვინ არის პოზიტიური დინამიკა არის იმ ადამიანებში რომლებმაც წააგეს პროცესი მაგრამ მაინც გაიაზრეს ადეკვატურად რაციონალურად გაიაზრეს სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა ესე იგი, კვლევის ავტორი ამბობს, რომ ვინც წააგო სასამართლო და გაიაზრა, რომ მართლაც წაგების ღირსი იყო, აი ის ადამიანები არიან ამ კვლევის ძირითადი საზომნი. მაგრამ მე მგონია, რომ საქმე სულ სხვანაირად არის. ეს 63% ახლა არის, თორემ თავიდან 3% თვლიდა თავს დამნაშავედ. ხოლო იმ დანარჩენმა 60%-მა მას შემდეგ აღიარა თავი დამნაშავედ, რაც სნოს სასამართლოს უზენაესობა და ობიექტურობა. როდესაც ერთი კვირის მანძილზე ყოველღამე გამოყავდა წინასწარი დაკავების იზოლატორებიდან და ფეხის გულებზე პარკეტს და სველ პირსახოცებს უბრაგუნებდნენ. ხოლო რაც შეეხება თემიდას, რომელიც სასამართლო დარბაზში დგას, მას თვალები კი არა აქვს ახვეული. არამედ მისი მზერა ძალიან წააგავს შინაგან საქმეთა მინისტრის მზერას. სასამართლო დარბაზში მჯდომი ყველა ადამიანი შინაგანად მაინც გრძნობს მისი მზერის წინაშე თავს დამნაშავედ და მოსამართლის გადაწყვეტილებას იმის შესახებ რომ მოსარჩლემ სასამართლო წააგო გააზრებულად ხვდებიან. ასე რომ ეს გააზრებული ადამიანები 63% კი არა, შესაძლოა 100%-იც იყო, თუ მომზირავ თემიდას ეპიტნავება. სანამ თვალებს ისე ვარ აუხვევთ თემიდას, მანამდე გინდათ გამოკითხვა ჩაატარეთ და გინდათ გააზრებული სასამართლო ჩაატარეთ. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ყურადღება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს ფართომასშტაბიან ტენდერს ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში სამკურნალო რეცეპტის გამოწერა გაცემაზე. ძვირფასო ექიმებო, გამოუწერეთ პაციენტებს რეცეპტები ძვირად და საშვილიშვილოდ აწევლინეთ თქვენი სამინისტრო მათ. ჯანდაცვის სამინისტრო. ავადმყოფი, ლოგინშივე უნდა ისჯებით უსამართლოდ და თავს მაინც დამნაშავედ გრძნობთ? ნუ იდარდებთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ფსიქოლოგიური ზეწოლის დეპარტამენტი 1000 გვარი ხელსაწყოს გამოყენებით დაგარწმუნებთ, რომ თქვენს ჯიბეში უნებლიეთ აღმოჩენილი თათარი ახნად შეფუტული 5 გრამი ჰეროინი მართლაც თქვენ გეკუთვნოდათ და მართლაც დამნაშავე ხართ. ქართული სასამართლო. ვის შევჩივლო? რუსთაველი მკვდარია. გუში ჰილარი კლინტონმა მოითხოვა, რომ საქართველომ გადაჭარბებით შეასრულოს აღებული ვალდებულებები. 2012 წლის არჩევნები უნდა იყოს იმის ნიშანი, რომ საქართველო არა მხოლოდ ასრულებს, არამედ აჭარბებს კიდეც იმ მოთხოვნებს, რომელთაც დასავლეთი თქვენს ქვეყანას უყენებს. კი, მაგრამ რატომ გადააჭარბოს ქალბატონო ჰილარი? უბრალოდ რომ შეასრულოს აღებული ვალდებულებები? მე მივხვდი რაშიც არის საქმე და რატომ არ გვიღებენ სხვა დემოკრატიული ქვეყნებივით ნატოში. ამერიკა გვეთემაშება ერთ ძველ თამაშს. ადრე კომუნისტების დროს 21-ობანა რომ ერქვა და ახლა დემოკრატიული ტენდენციების გათვალისწინებით Black Jacks რომ ვეძახით. მაგ თამაშის პრინციპი ის იყო, რომ მოთამაშეს არც მეტი, არც ნაკლები 21 ქულა უნდა დაეგროვებინა და თუ მეც დააგროვებდა, წაგებულად ითვლებოდა. აქაც ასეა. 2012 წელს იტყვის ჰილარი საქართველოს ზედმეტი ქულები დააგროვა, ზედმეტად დემოკრატიული გახდა და მაგიტომაც წააგო. ეგეთი წარმატებული ქვეყანა რომ მივიღოთ ნატოში, მერე სხვა ქვეყნები დაიტანჯებიან, სანამ მაგას დაეწევიან. საქართველოში კიდევ ერთხელ აღსრულდება არაჩვეულებრივი ქართული რიტუალი არჩევნები, რომელიც ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ალექსანდრე კვიტაშვილი უნივერსიტეტის სამომავლო გეგმებზე საუბრობს. შემდეგი პერიოდი რაც იქნება კიდე თვე-თვენახევარი, რომელიც უნივერსიტეტში გავიქნები მე როგორც მოვალეობის შემსრულებელი, ეს საკმაოდ
დიდი დრო იქნება იმისთვის, რომ მე მივიღო ჩემ თამში ვიყო დარწმუნებული, თქვათ, ან არ ვიყო დარწმუნებული, მივიღებ თუ არა, შემეძლება თუ არა ამ საკმაოდ საპატიო თანამდებობაზე დარჩენის და გაგრძელების ან ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღების არჩევნებში. არაჩვეულებრივი ტრადიცია გვაქვს ჩვენ ქართველებს. არჩევნების გამართვა და მასში მონაწილეობის მიღება. მართალია უკვე ვიცით, ვინ იქნება არჩეული, მაგრამ ტრადიცია მოითხოვს, რომ მან იჭოჭმანოს. გითხრას, ვფიქრობ ეს გადაწყვეტილება მივიღო თუ არა. მერე მივა ვინმე მოხუცი კაცი, ამ შემთხვევაში ვინმე პროფესორი. ის თხოვს ასარჩევ კაცს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ის ცოტა უნდა გაძალიანდეს, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდეს. მერე უნდა ვიპოვოთ სხვა კანდიდატებიც, რომ არჩევნების რიტუალი ბოლომდე სრულყოფილი გამოვიდეს. მაგრამ აქ კი ვეღარ გვაქვს საქმე კარგად. ამ რიტუალის განუყოფელი ნაწილი სხვა კანდიდატების მიერაც საკუთარი საარჩევნო კამპანიის წარმოება ნელ-ნელა იკარგება. გადაგვარდა ხალხი, ფოჩიან კამპეტებზე გაიყიდა. ახლანდელი კანდიდატები ზერელედ უყურებენ საკუთარ როლს ამ მამა-პაპურ ტრადიციაში და ფაქტიურად ფორმალურად წევენ წინააღმდეგობას. მაგრამ ეგ არაფერი. ყველაფერი ხო მაინც კარგად იქნება. უკვე მეოთხე წელია რუსთავი რუსთავ ქალაქობას აღნიშნავს და მათ წელს საშუალება ეძლებათ გრანდიოზული სანახაობის მოწმენი გახდნენ. ქალაქი რუსთავი რუსთავ ქალაქობისთვის ემზადება. უკვე მეოთხე წელია რუსთავ ქალაქობის დღესასწაული 9 ოქტომბერს აღინიშნება. წელს პირველად რუსთავში modern talking იმღერებს. სპეციალურად დღესასწაულისთვის ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით თბილისიდან რუსთავში უფასო ავტობუსებიც იმოძრავებს. აი რას ნიშნავს, როცა ქვეყანა ეკონომიკურად სტაბილურია და კვლავ აგრძელებს განვითარებას. შევარდნაძის დროს ვინ აღნიშნავდა რუსთავ ქალაქობას და საერთოდ modern talking-ის ცოცხლად მოსმენაც ხომ უტოპიური ოცნება იქნებოდა რუსთაველი თინეიჯერებისთვის. თუმცა ჩემს ხელისუფლებას უკვე შეუძლია თავს ასეთი ფუფუნების უფლება მისცეს და უფროსი ასაკის მოქალაქეების გულებიც მოიგოს. თან ჩემი აზრით სახელმწიფოს ძვირი არ დაუჯდება ამ პოპულარული მსოფლიო ჩარტების ლიდერი ჯგუფის რუსთავში ამღერება. ქვეყანაში მრავლად არის გახსნილი კათარზისის და უფასო სასადილოების დაწესებულებები და modern talking-ს თავაზობენ all inclusive-ის პირობებს ჩვენს ქვეყანაში. საერთოდ მე ვფიქრობ, რომ აი ამ ჯგუფს ძალზე მოეწონება საქართველო. იგრძნობენ უსაზღვრო სითბოს 50 წელს გადაცილებული თინეიჯერებისგან და დაგეგმავენ თავიანთ ტურნეს ყველა ქალაქსა და სოფელში, სადაც კათარზისის ფილიალები არსებობს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.